საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. მემორანდუმის გაფორმების ცერემონია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს ახალგაზრდობის სააგენტოსთან და ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. დღევანდელ შეხვედრაზე მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. დღეს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის. მოსაოცი ამბავია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა, პირიქით წინ უძღვის მრავალწლიანი მუშაობა 2019 წლიდან. მადლობთ ღმერთს, რომ დღეს კიდე ახალი პროექტები დაიგეგმა, ახალი მიმართულებები განვითარდება ჩვენსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის, თუმცა დღეს გავიარეთ ერთგვარად გავაანალიზეთ გავლილი გზა, ასევე ნახეთ კლიპი, რომელიც ასახავდა ძველი წლების საქმიანობას, ჩვენი ურთიერთობისა და ერთგვარად გახარებულები ვართ იმით, რომ საკმაოდ დიდი შედეგებია ურთიერთობაში და ახალგაზრდებთან უფრო მყარი და შედეგიანია ჩვენი კომუნიკაცია. რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მოვახდინეთ ურთიერთობის ფორმალიზება და გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსთან. მემორანდუმის ფარგლებში ბანაკებში, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო აორგანიზებს, ჩამოვლენ ფსიქოლოგები და მამაოები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი პრობლემის შესახებ, რომელიც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულებას ახალგაზრდებში, ჩაატარებენ სესიებს და განიხილავენ ამ პრობლემას ახალგაზრდებთან ერთად. გარდა ამ აქტივობისა, ასევე ჩვენ გეგმავთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ახალგაზრდებთან ცნობიერების ამაღლებას და ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, ახალგაზრდობის სააგენტოსთვის საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.